თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური პოზიციის გამო გაათავისუფლეს. ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა. ინფორმაციას სოფრომაძე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. ის სამსახურიდან გათავისუფლების ცნობასა და მისი ხელმძღვანელის მიერ კალაძისთვის გაგზავნილ წერილსაც აქვეყნებს. მაშინ ნათქვამია, რომ შტატგარეშე პოზიციის არსებობა მერიაში, რომელსაც სოფრომაძე იკავებდა, საჭირო აღარ არის. გიგა სოფრომაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, რომლითაც ისინი კობახიძის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ. სამსახურიდან გამათავისუფლეს 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს. რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემოქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო, თქვენს მკადრებლების და მომწონებლების ღირსებაზე იყოს.